მოგესალმებით. რამ და რამ შეიძლება გამოგედინოს მე როგორც მხატვარი, როგორც არტისტი. რა თქმა უნდა, სამხატვრო მასალებმა აი ამჟამად ჩამომივიდა მარკერები, fabric markers, რომელიც იხატება მაისურებზე. ეს ზუსტად აი ამ ფერი მარკერებია, რასაც აქ ხედავთ. ძალიან მალევე მინდა რომ დავიწყო დატესტო ამ ყველაფრის. მაინტერესებს ჯერ ორპირიანია თუ ერთპირიანი, ანუ ორი თავი აქვს. ერთი მსხვილი თუ ერთი არის. არა, ერთი არის. მოდი პარი დავტესტო. ხოთაშორის სხვა მხატვრები არ ვიცი როგორ იქცევიან, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ყუთები. საერთოდ გურჩევნია მხატვრებს ეს პატარა რაღაც კოლოფები არა, მაგრამ პატარა სპეციალურ ჩასადებებში ჩავდოთ ხოლმე. ეს მარკერები, მარკერებს ეხლავე დავიწყებ, მაგრამ ვიპოვნი სადღაც თეთრ მაისურს. Fabric colors, ეს საღებავები. Let's see. აი დაჭმუჭნული კი არის. ეს ფერებია. მირა პატიკებია. კოფას კამერებია. აი ეს. ой. კარგი. მე როგორც მინდა ისე დავალაგებ მოდი ამ საღებავებს. პუნჯისა. ორი ძიძა მოყვება. რატომ პუნჯია? ოკეი. ჩუ. ეგ არ არის პრობლემა, ამასაც ბევრად დიდი პუნჯებიც მაქვს. კარგი, დავალაგოთ ფერების მიხედვით. იყოს წითელი, მერე იყოს ეს, მერე იყოს ყვითელი, მერე იყოს მწვანე, მერე იყოს ლურჯი. და ორნაირი ლურჯია. ერთია მე მგონი ინდიგო ლურჯი, მეორე არის ესეთი არა, ორივე ლურჯია იდეაში, მაგრამ სხვადასხვა ტონალობებში. გრადაციაში. ვარდისფერიც ხონია. ვარდისფერი კი არა, იასამანი თუ რაღაცა მსგავსი ფერია. არა, იასამანის ფერიც გვაქვს. ძალიან კარგი. ექსპერიენცი სატყეო მაქვს. ეხლა მე ხარ ამე არ დამაბერებს. გამაკლია. მოდი როგორ დავალაგებ იცი? მოდი ესე დავალაგებ ცივი ფერები და ცხელი ფერები, ეგრე ჯობია. ხო? კარგი, ცხელი ფერები მაქვს აქ. აგერ ცხელი. ეს ფერი დიდად ცხელი არ არის, მაგრამ ეს შეადომაც რა გავაცხელებ. საერთოდ რო იცოდეთ, მხატვრები ყველაზე ხშირად ვიყენებთ თეთრ ფერს. აი ყველაზე ხშირად თუ მაგალითად რაღაც პატარა ნახატის დახვატვა გჭირდება და ვიყენებთ სხვადასხვა ფერებს, ყველაზე მეტად ვიყენებთ თეთრს. რატო? იმიტომ რომ თეთრი გარდა იმისა, რომ დაგროვტვა ხდება ტილოსი, ასევე იხსნება ეს. ნახე, დალუქულია ძალიან კარგი, რო არ გაფუჭდეს. ხო, იმიტომ რომ გარდა იმის, ხო, დაგრუნტვისა ფერების შეხამება არა და ფერების შერევა ძალიან ხშირად გვჭირდება თეთრი და სხვა ფერებს გაურიოთ. იპატონო. ეხლა დავწყოთ. ეს ვინაიდან პატარაა და უნდა დავტესტოთ. მის ჩავაცმო. ჟღეულს. ჯერ მოდი ვნახოთ მარკერი როგორ იმუშავებს. მერე უკვე მოყავთ გადავალთ. ნამდვილ რეალურ რაც ასეთ ზერო. დავიწყოთ მარკერებით. შავი მარკერით. იმედი მაქვს სუნელი არ იქნება.
არასუნი არ აქვს. სხვათა შორის დაწერით თუ დახატვით კი დაიწერა და დაიხატა, მაგრამ ისეთი არ გამოვიდა, როგორც მინდოდა ყოფილიყო. გულისხმობ იმას, რომ ანუ უფრო მყარი და ზედაპირი ყოფილიყო, უფრო ბევრ რამეს დავხატავდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დასაწყისისთვის არა უშევს.